და თქვენი ბრალი იყო და აბრალებდით რომ შეჭრა უნდა და ღამის 12 საათზე რომელი დებილი შევიდოდა პარლამენტში რა მუშაობდა პარლამენტი თუ რა იყო გაუგებარი რაღაცებია მაგრამ ყველაზე კარგი შენ გააკეთე პატიოსნად გეუბნები რომ იქ 500-მდე შენი მომხრე იყო რომ დააფიცე რომ ხელი არ გაანძრიოთ არავინაო და ის არა და მოყოლილიც მაქვს თუ რატომ მივედი ამ გადაწყვეტილებამდე ორი გააკეთე რა მოგესალმები თქვენს მაყურებელს სამწუხაროდ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ პირველად ვარ თქვენი სტუმარი და ცოტა დამნაშავეთაც კი გძნობ თავს. იგას სწორედ კარგი ქენი რომ დღეს მოყვები. გუში მამაშენს უყურებდი როგორ გავს მამაშერი და რა დიდი ადამიანია მამაშერი. ხალხო მე არ ვიცი თქვენ იცით თუ არა ხა მე ანზორის ვისწრობ 30 წელი არის და აი ვიცი პატრიოტული ის იყო რა განზრახულობა რომ ზუგდიდში აეშენებინა. ეს კლინიკა და ვეუბნებოდი გასულ იქ პროფესიონალი არ ჩავამეთქი იმ შორეზე არავინ არ ჩავამეთქი არაო მე შევპირდიო ჩემ ხალხსა დიდი ადამიანია მამაშენი და მე მართლა წარმატებას უსურვებ და დამიჯერეთ ზუგდიდელებო რა ერთადერთი ნიკას მამა მოგხედავ თქვენ მე არავინ არ გპატრონობდათ ყველაზე გაუბედურებული და გასაცდოებული ქალაქი არის ზუგდიდი და ეგება ამ კაცმა დაადგა სიქაურობას თავი და გასუფთავდეს უნდა ქალაქი, აი დიდი სოფელია ზუგდიდი და სირცხვილი არის, იცით? 160,000 კაცი ცხოვრობს იქა და აი ყველაზე მოუწესრიგებელი და მოულელი ქალაქია ზუგდიდი და მართა მე ამაყება, იცი? აი გუშინი ხითა რო იდგა მამაშენი აღფრთოვანებული ვიყავი, დამერწმუნეთ ხალხო მე გენეტიკურად გალიდანა ვარ და ყველაზე ეიმედება რომ ანზური იქნება იქ მერი. დამიჯერეთ იქ ძალიან ბევრი რაღაცები მოხდება კარგი. ნიკა მითხარი რა განწყობები გაქვს და რას ფიქრობ აი ამ არჩევნებზე ახლა ბევრია სალაპარაკო ქალაქის მერი უნდა დაკავშირებით მაგრამ მეორე მხრივ ხშირად ვდგები ამ დილემის წინაშე სიმართლე გითხრათ რა დოზით და რამდენი ვისაუბრო როდესაც სათქმელი შეიძლება სულ რამდენიმე წინადადებაში ჩაატიო და მოაქციო ხო ხო ეხა ეს არჩევნები რაც არ უნდა ხელისუფლება საუბრობდეს მაგრამ უკვე არადამაჯერებელია რომ არის თვითმმართველობის არჩევნები ეს არჩევნები მხოლოდ ეხება არ ვიცი ბეტონის ჩასხმას ეხება კედელის ამოყვანას მხოლოდ და საკის გამაგრებას და ძალიან მნიშვნელოვანია მაბატე ერთსავით რა ერთსავით მე მინდა რომ ვისაუბრო ჩვენ ვიყავით ლევანძის ქუჩაზე. იქ გავიცანი მე ნიკა ესე ოფიციალურად მე ის იყო თაზმინდის გამგებელი იყო. დამიჯერეთ რა. ეს ადამიანი პატრიოტი არის ქალაქისა და იმის ბლოკით აშენებულ სახლებს მაინც არავის არ დაუმგრევს არასოდეს და ნიკა სხვა ტიპისა და სხვა გაქანების ადამიანი ხარშე და რამე სხვანაირად მინდა თქვენი გადაცემა რა მიყვარს განსაკუთრებით რა. პირფერობის გარეშე, იმიტომ რომ იძლევა შესაძლებლობას ილაპარაკო როგორც საკუთარ სახლში უახლოეს მეგობარს ესაუბრები. აი, ცხოვრებაში თითოეულ თქვენ მაყურებელს ალბათ თქვენს მეც გვინანია ბევრ რაღაცაზე და მათ შორის ეს სინანული ეხება ზოგჯერ დღეებს, წუთებს, საკითხებს, როდესაც უფრო მეტად არ მოვინდომეთ და უფრო მეტი მონდომებით არ გამოვიჩინეთ საკუთარი თავი და რაღაცა დავაკელით საქმეს. აი 2 ოქტომბერი ასეთი დღე არის, სადაც მომავალში ჩვენ აი ეს სინანული ამ თვალსაზრისით რომ რაღაცა დავიზარეთ, ვიღაცას უბრალოდ ქუთაისიდან სადაც ფაქტობრივად ცხოვრობს და რეგისტრირებული არის ავლაბარში როგორც ამომრჩეველი დაეზარა ჩამოსვლა ამ პირიქით. აი ელემენტარული შეგნება არის საჭირო იმისათვის და ხონისა და ძალის მოკრება სწორი არჩევანი გავაკეთოთ, რაღაცა მესმის. ბევრი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში არის გათანგულია უბრალოდ დეპრესიულ მდგომარეობაში ცხოვრობს და ნუ როგორ გინდა გაამტყუნო ბატონო დავით ასეთი ადამიანი 1, 2 და 100,000-ობით. როდესაც აი მაგალითად შარშანდელთან შედარებით მხოლოდ 125,000-ით მეტი იღებს მოქალაქე საქართველოს სოციალურ დახმარებას. ეს 125,000-ზე მეტს გაუჭირდა 2021 წელს, ვიდრე 2020 წელს. აი ამ უსაზღვროდ მდიდარი ადამიანის პირობებში, ხო? როდესაც იცი რომ იქ შვილი ყავს, შვილი ყავს, კარგი შვილი ყავს და შვილი რაღაცნაირად მოზრდილია და ახერხებს თავის გატანას, მაგრამ შვილი რო ყავს იმ შენ შვილს, ანუ შვილი და
უბრალოდ სკოლაში მიდის და სახელმწიფოს ვერ ყიდულობდა თქვენ ბაბუა ხართ ან ბებია წარმოიდგინეთ ეს რამხელა დარდია და რამხელა ვარამია ანუ ასეთ დარდს და ასეთ განცდებს ნაპირი არ უჩანს 10,000-ობით საქართველოს მოქალაქის ოჯახში უბრალოდ სხედან სახლებში და ღელავენ საკუთარი ოჯახების ხვალინდელ დღეზე აი პირდაპირ გაგებით კალენდარულ ხვალინდელ დღეზე და არა მომავალზე. ამიტომ ეხა იცოდე რომ ასეთ ყოფაში ხარ, იცოდე თან რომ მართავს შენ უბრალოდ მილიარდერი ადამიანი რომელმაც გააუარესა შენი ცხოვრების სტანდარტი და გააქვს ხელის გაწვენის მანძილზე სულ რაღაც 4 დღეში უსერიოზული შესაძლებლობა რომ თავდაპირა ვითარება ქვეყანაში ამოატრიალო და სასიკეთოდ შეცვალო ამ სახელმწიფოს განვითარების პროცესი საკუთარი ოჯახის კეთილდღეობა რეალური გახადო და ბოლო-ბოლო იმედი განჩნდეს რომ დილით რომ გაიღვიძე სადღაც ასასვლელი კონდეს და რაღაცა გასაკეთებელი კონდეს და ყველაფერი ეს შენზეა დამოკიდებული როგორ არ უნდა ვიმოქმედოთ აი როგორ არ უნდა ვიმოქმედოთ და ისტორიულად რომ პასუხისგებლობით ეკიდები თვირთს მე არ გეუბნებით ძვირფასო მაყურებლებო რომ ხმა მე მომეცით ან ჩემს პარტიას მიეცით ხმა ამას არ გეუბნებით მე ერთ რამეს გთხოვთ ნამდვილად რომ ყველანი არჩევნებზე მივიდეთ ყველანი წავიდეთ იქ სადაც ამ ქვეყნის ამ ქალაქის თქვენი დაბის თქვენი სოფლის ბედი გადაწყდება ხახნო პოლიტიკოსები ვართ იარაღი მექანიზმი თქვენ ხელში და გვაქვს მისია რომ ვაკეთოთ საქმე რომელსაც თქვენ დაგვაკისრებთ მაგრამ თქვენს გარეშე ამ ქვეყნის ბედი არ განისაზღვრება უკეთესობისკენ არ განისაზღვრება გამორიცხული არის განსაკუთრებით ახალგაზრდებს მინდა მიმართო და იმ მშობლებს მინდა ბატონო დავით მიმართო ვისაც ახალგაზრდები ყავთ ოჯახებში ყველა კვლევა აჩვენებს შემდეგს და უკანასკნელ კვლევაში რომ ჩავიხედე ვინა ყველაზე დაბალი მხარდაჭერა ქართულ ცნობას ისიცა და აქვს და გუშინდელ მოგეთ 18-დან 25 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში სულ რაღაც 23%-ია მხარდაჭერა წარმოიდგენიათ ესე იგი მეორე მხრივ ჩვენ ისეც უნდა ვიცოდეთ რომ ამ ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები ანუ ახალგაზრდები ბავშვები არ დადიან ასევე ტოტალურად არჩევნებზე არადა ისიც ჩანს კვლევაში რომ ძალიან არ მოწონთ როგორ ქვეყანაში ცხოვრობენ მაგრად უნდათ ცვლილებები მეტიც გაქცევაზე უჭირავთ თვალი მაგრამ გაქცევაზე კი არ უნდა ვიყოთ ორიენტირებულები ძვირფასო მეგობრებო უმცროსო ჩემო ახალგაზრდებო არ აი როგორც მეგობრებს როგორც დეებს ისე მოგმართავთ ხო უნდა მივიდეთ 2 ოქტომბერს იმიტომ რომ პოლიტიკოსები ერთხელ და სამუდამოდ დააწუნოთ თქვენ ზავაში და ხვალ და ზეგს არჩევნო კამპანია რო იყოს ჩვენი მათ შორის ჩემი სწორებად დიდწილად იყოს ახალგაზრდებზე იმიტომ დღეს რა გამოდის დღეს გამოდის რომ ყველა პოლიტიკოსმა ვინც პოლიტიკაში არის და ალბათ თუ კარგად პოლიტიკური პროცესით არის დაკავებული საქმიანობით უბრალოდ ხა პროცესში ზუსტად იცის რომ ახალგაზრდებზე ბევრი არ უნდა ისაუბროს იმიტომ რომ ფუჭია ისინი არ დადიან არადა 100,000-ობით არიან არადა რეალურად მათ ხელშია ხო ჭაობიდან ამოყვანის შანსი ამ ქვეყნის თავისუფლების მოპოვების იარაღიც მათ ხელშია რითიც მე უნდა ისარგებლონ ტყუილად გონიათ რომ იცით ძალიან შორს არის რომ ჩემო მეგობრებო ჩემო უმცროსო ამხანაგებო ტყუილად გონიათ რომ პოლიტიკა თქვენსგან ძალიან შორს დგას და თქვენ ამიტომ არ ინტერესდებით პოლიტიკოსებით თქვენ სასახში ნამდვილად არ უნდა დაინტერესდეთ და არც მე ვინტერესდებოდი მაინდა-მაინც და ყველა სახელმწიფოში ასე არის 19 წლის ახალგაზრდას ცოტა სხვა რაღაცები უნდა გაინტერესდეს მაგრამ დღება მომენტი დღე თარიღი როცა უფლებამოსილ ადამიანს ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს არა აქვს უბრალოდ უფლება სახლში დარჩეს არა აქვს უფლება სახლში დარჩეს მერე სანანებლად გვექნება საქმე ამიტომ განსაკუთრებით დედებად და მამებმა ვისაც აქვს გავლენა მათ პატარა ოჯახის წევრებზე ხო პატარა ნუ როგორ ეხა 18-19 წლის უმცროს საქართველოს მოქალაქეებზე ხელი უნდა მოკიდონ და ერთად უნდა მივიდნენ ამორჩენებზე არა იმიტომ რომ ვინმე მოიგოს ჩვენ ყველამ უნდა მოვიგოთ რა არის გამოსავალი უებარი ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ მე გეტყვი და მარტივად ჩემი მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად რა დასკვნამდე მივედი არავინ არც ერთ პოლიტიკოსმა იქნება ეს ნაციონალური მოძრაობიდან სხვა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი
თუ კი ვინმე გეტყვით რომ აი ის თუ წავა და მე მოვალ და ის პარტია თუ წავა და მე მოვალ ქვეყანა უკეთესობისკენ შეიცვლება ანუ ერთპარტიული მმართველობა მეორე გუნდის მიერ ერთპარტიული მმართველობა ჩანაცვლება ამით რაიმე სიკეთე ჩვენ ოჯახებს შევიტანთ წერეთ ყვილი კოალიციური მმართველობა სადაც მრავალფეროვანი ადამიანებით იქნება დაკომპლექტებული სადაც ბატონი დავითი აქუბარდიას ნაერი გამოსვლელი ადამიანიც იქნება კაბინეტში, სადაც ახალგაზრდა ადამიანიც იქნება წარმოდგენილი, სადაც სხვა პროფესიის ადამიანები, სადაც შეჯიბრებითობა გაიმართება, სადაც თავრობის ხდომა უშაბათობით რო წარიმართება, რაც ეს ჩაძახებენ, იმას არ ამოძახებენ. სადაც ვინმე თუ გავიდას ქვეყანაში და იარაღს და წამას ჩაუდებს, სადაც ვინმე სოციალურ დაუცველს უბრალოდ დაჩაგრავს უსამართლოდ, იმ კაბინეტში იქნება განსხვავებული ადამიანები ჩემდგარი ერთობა, რომელიც ამის შესაძლებლობას აპრიორი არ მიცემს. არ მიცემს, იმიტომ რომ შიშით არ მექნება მე იმისი გამბედაობა, რომ გახან გენერალური პროკურორი ვარ და შინაგან საქმეთა მინისტრი ვარ, წავიდე რომელიღაცა თბილისელი დავჩაგრო. რატო იცით? იმიტომ რომ მეცოდინება რომ თქვენ კაბინეტში ხართ სხვა გუნდის წარმომადგენელი, რომელიც ხელს მომატებს. რა კარგია რომ ამას ამბობ. არ არსებობს უბრალოდ პლუს თავარი, სხვა გამოსავალი არ არსებობს. პლუს მინდა მივაქციო ყურადღება თქვენი და მივიღო თქვენი საზოგადოება, ძვირფასო ადამიანებო თქვენი ყურადღება. ნუ მე როგორც პოლიტიკოს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე მჯერა ამისი. მჯერა წარმატების და მეორე მხრივ მჯერა იმ გზის, რომელზეც უნდა დავდგეთ, რომ მაქსიმალურად თავიდან ავირიდოთ პოტენციური გართულებები სახელმწიფოებრივი განვითარების შარაგზაზე. ხო და რას გულისხმობ? მაშინ როდესაც ჩვენ ჩასაფრებული ყავს ძალიან ვერაგი მტერი რუსეთის ფედერაციის სახით, ხო? და აგერ სულ 40 კილომეტრია ტანკები, არა? ეხლა ერთპარტიულ მმართველობით რომ ხარ ხელისუფლებაში წარმოდგენილი შენ ძალიან მალე შესაძლებელია რამდენიმე თვეში ის ვერაგი მტერი რომელზეც ახლა ჩვენ საუბრობთ აღირხებს თავისი საცეცეები და გიბუყბუყებს პროცესებს რუსთაველის გამზირდეს და შიდა პოლიტიკურ დესტაბილიზაციას ხელს უწყობს და საერთაშორისო საზოგადოებრივ არენაზეც გასუსტებს მაგრამ რა ხდება როდესაც კოალიციური მმართველობაა სადაც რაც შეიძლება ბევრი პარტია ერთად ამოყრილი ეს არის ძალიან მყარი მეხამრიდი აი ამ სივერაგის წინააღმდეგ და მხარდაჭერა საერთაშორისო ჩვენი პარტნიორებისგან და გაცილებით დიდია და 6 და 7 თვეში და 1 და 2 წელიწადში უაზრო აქციებით შენ თავს უბრალოდ ვერ მოგაწყენს არა მე ჯერა ახლა მაგალითად ნაციონალური მოძრაობა კოალიციური მმართველობით რომ ყოფილიყო აი წინა წლებში 2012 წლამდე იმ საბედისირო რამდენიმე შეცდომას რომელიც არავინ არ უარყო არასოდეს არაც ერთმა ნაციონალურობის წერმა ხო დაუშვა გამოჩნდა ხო ადამიანი ვინ ივანიშვილი რომელმაც აი ყასიდათ ეს ვაკომი ამოვსო რა არა ყასიდათ ამ საკითხს მოკიდა ხელი და თქვა რომ ხალხო მაგარი იყო ნაციონალურობა გზებს კი აშენებდა ავტობანებს აშენებდა პენსიას გემატებდათ სახელმწიფო საფუძვლების შექმნა, ბიუჯეტი, გაზარდა ეკონომიკა, გაახუთმა გაშენა ასე შემდეგ მოქალაქეები ბრუნდებიან სამუშაო ადგილები იქნებიან, მაგრამ თავარი რა არისო ადამიანის უფლებებიო. ადამიანი არის თავარი ღირებულება და პასუხობა და სიმართლეს ლაპარაკობდა. სიმართლეს ლაპარაკობდა, თქვენ რომ უსვენით გესმოდათ კი არა, გჯეროდათ მისი. ხო და ნახეთ რა გააკეთა ამ ადამიანმა ამ ნაწილში გაუარესა და ის რაც ყველაფერი რაც მასაც მოწონდა და დღესაც რო კითხოთ ეხა ბიზნესმა იმანში ვერც უარყოფს, ხო? უბრალოდ თითქოს არ არსებობს. ამ ხელისუფლების პირობები არ არსებობს. 300,000 ტელეფონს უსმენენ ყოველდღიურად. 300,000 სატელეფონო საუბრის ძვირფასო მაყურებელობა მოსმენის შესაძლებლობა აქვს. გადავდოთ ყველაფერი განზე, მეგობრებო, რა ხდება, როგორ ხდება, ვინ მოგწონს, ვინ არ მოგწონს. ჩვენ თუ გვინდა გყავდეს ხელისუფლება, რომელიც 300,000 სატელეფონო საუბარს ყოველდღიურად ისმის, მაგრამ მოსმენა ხო საკითხი დანაშაული, მაგრამ ამის შემდეგ რას აკეთებს ჩემზე კარგად იცი. აშანტაჟებს ხარ. ხო, აშანტაჟებს და ვის? ეპისკოპოსიდან დაწყებული საშტაბ ბიუროს თანაშრომლით გაგრძელებული. ხო, ამოჩნდა იმ დროს იყო სიუჟეტი, ხო, ერთად გადაგზავნა. ჯანდაცვის სამინისტროს მისაღებში კანცელარიის თანამშრომელს ქალბატონს წააკითხეს სუსი და გამოჟონილი კრეფსი და თხოვეს ადასტურებთ თუ არა ამ თქვენ საუბარსო და ქალბატონი სიცილით მოგდა. წარმოვიდგინეთ ვისუს რა სახელმწიფოებრივი საფრთხის შემცველია ეს ქალბატონი
არანაირი ხო რა თქმა უნდა საქართველოს რა პოლიტიკური საფრთხის შემცველია არაფერი ხო უბრალოდ ესენი ცდილობენ პოლიტიკური რისკების შემცირებას, პარტიული პოლიტიკური რისკების შემცირებას ხო არ გაჟონავდა არ გაჟონავდა და ეს ყველაფერი გავიგეთ ახლა ჩვენზე ამ არჩევანი თუ გვინდა რომ აი რა წახვალთ მართლაც ესე არ მინდა პათეტიკა და არ მინდა პოპულიზმი ხახლო ცდილობ ამისგან შორს ვიყო ვალ ისეთი როგორიც ვარ თავისი მინუსები და თავისი პლუსებით მაქვს მინუსები ჩემის აზრით მაქვს პლუსები ჩემის აზრით ხო მაგრამ სიმართლე ხომ ეს არის მივდივარ და მოძღვართან იმის ვაგებად რომ ჩვენი აღსარება ღმერთთან მივიდეს მიდის სუსში ლივაში ბედოვლად ლივაში მაგრამ სისულე მე რა და არაფიშუაში არა ვარო მართა ეტყობა იცი ყდარისულია ეს არის და ჩადგმულია შკაფებით რა იქა დამიჯერე თუ თქვენ ამ ადამიანების შემყურე გჯერათ რომ ოდესმეს ადამიანები იტყვიან თუ არა 2 ოქტომბერი მაშინ ვიცით რა თავი უბრალოდ აღარ შეიძლება ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნა და ეხლა საქმეში წავიდეთ და სხვა თაობიდან მოვიდეთ ძალიან ცდებით არ დავამსგავსოთ ეს სახელმწიფო ლუკაშენკოს ბელორუსიად არ დავამსგავსოთ იმიტომ რომ ეს ადამიანები რატომ იქცევიან ასე იცით იმიტომ იქცევიან კალაძიდან დაწებული ივანიშვილი დამთავრებული ხელისუფლება არ ეთმობათ ხოლმე იმიტომ რომ ეშინიათ იქიდან წამოსვლის იმიტომ ესენი არიან ხოლმე ის საქართველოს მოქალაქეები რომელსაც გააჩნიათ სავარძლის ანუ თანამდებობის ავტორიტეტი იქიდან როგორც კი ადგებიან აღარაფერი აღარ არიან და უამრავ რამეს რო შევიტყობთ იციან ეს ყველაფერი და ნერვიულობენ სწორად ნერვიულობენ და ისინებიან რომ ძალიან ბევრი არ მივთ არჩევნებს მაგრამ მივალ და საქართველოს ისტორიაზე დავწერთ. საქართველოს ისტორიაზე დავწერთ. ხახ ნუ ეხა გარდები სულად თქვენს გადაცემაში ბატონო და ძალზე საუბარი. წარმოიდგინეთ ეხა დაახლოებით 500,000 ადამიანი პლუს მინუს 20,000 ადამიანი ქვეყანაში ვინც თავს დასაქმებულად თვლის ანაზღაურება აქვს 500 ლარი და ქვემოთ. აბიგები $200 ანუ თუ გკითხავთ აი ბატონო გენო თქვენი შვილი მუშაობს ბატონო გენო გიპასუხებთ კი მუშაობს ხელფასი თუ არ იკითხეთ ნუ შეიძლება თქვა სახში მიხვიდეთ რომ გენო შვილი დასაქმებული არის მაგრამ სინამდვილეში 450 ლარია ხელფასი და 500,000 ადამიანია ასეთი ხახო სტატისტიკა ამას ამბობს ნიკა ამიტომ ეხა ვინ დიდრდება ჩემზე კარგად იცით ხო მილიონერები დიდრდება და ვინ ეს თუ ეშინია ბატონო დავით სუსი ჩვენ მე ისმო შემეშინეთ და თქვენ ისმო შეგეშინეთ ქართული ოცნების წევრებს პირველ რიგში უთვალთვალებენ მithქვამს ადრეს გავიმეორებ თქვენს ესენი არიან პირველ რიგში დასახსნელი ტყვეობიდან აი ბექაუდიშანია რომ არის ეხა ხო ეკრებში რა არ მეყოლა რაც დაუყურე რასაც უსმენდი იმას მის ახლო ოჯახის წევრსაც უთვალთვალებენ როგორც ანასანდო პირს იცი ყველაფერი ვერ დამაწმუნებთ ვერავინ რომ ამ ადამიანს მაგალითად ეხა ქართული ოცნება როგორც პარტია მოსწონს მაგრამ მოსწონს იმდენად რამდენადაც იქ ფულზე შოულობს და რა შეაინტერესებს ეხა სამგორში მასივში ან ვარკეთილში ან გდანში ან არ ვიცი მეტროშენში ცხოვრების საქართველოს მოქალაქეებს მაგაზე მე ცალკე ვილაპარაკოთ ეხლა რეკლამაზე გამეშვით და დამიჭერენ რეკლამა ხალხო დამერწმუნეთ ძალიან საინტერესო ხალხო ეხლავე დაგიბრუნდებით გინდა ცვლილებები მოდი რეფერენდუმზე შემოხაძე 35 არჩევნებზე მიდიხარ? ვერ. ბავშვი მაინც დაიტოვე და მე წავა. ვერ მეთქი, მეჩქარევა. დედა შენი სად არის? მოვიდეს. დედა ჩემს არცალია. ანუ ვერ წავალ არჩევნებზე? ბავშვი მე დავიტოვებ. წავდით არჩევნებზე. წადი არჩევნებზე. მით ფილისი საღამო არჩევნებზე, რასაც შემოხაზავ, იმას მოიგებ. თუმცა ასეთი ავტომობილის მოგების შანსი მხოლოდ გირჩის გათამაშებაში გაქვს. არ დარჩე სახლში. არჩევნები მონგებიანი. გირჩი 36.
მოდი არჩევნებზე 2 ოქტომბერს. გააკეთე შენი არჩევანი. CSGO ერთად ვატარებთ არჩევნებს. %-ით ქართული პროდუქტი. დამზადებული ტრადიციული მეთოდით. შეუცვლელი თქვენ სამზარეულოში. ბებოს ლავაში. ხარისხის 10 წლიანი ტრადიცია. რამდენად სუფთაა თქვენი ტანსაცმელი? მოდით ულტრა ისფერის სინათლის ქვეშ ვნახოთ. ახალი Ariel Oxy Extra ჰიგიენა. აკვაფაუდერის ფორმულით. იგი სწრაფად იხსნება წყალში და ღრმად აღწევს ტანსაცმელში. Ariel-ი უხილავ ჭუჭხსაც კი აშორებს. Ariel-ის საუკეთესო ჰიგიენური რეცხვა. ენდეთ ახალ Ariel-ს ჰიგიენური რეცხვისთვის. გააკეთეთ მაქსიმუმი თქვენი თავისთვის Gillette Fusion-ის საპას სისტემასთან ერთად. მისი 5 საოცრად ბასრიპირი დამაგრებულია მგრძნობიარე ზამბარებზე, რომლებიც გრძნობენ თუ როგორ მოერგონ თქვენი სახის ნებისმიერ ნაკვთს. ისიამოვნეთ ზუსტი და გლუვი პარსვით, იმისთვის რომ გამოიყურებოდეთ და თავს გრძნობდეთ საუკეთესოდ ყოველ დღე. Gillette Fusion-ი საუკეთესოა მამაკაცებისთვის. სცადეთ ახალი ეკონომიური 5-პირიანი Fusion სტარტი. Oral-B წარმოგიდგენთ. უფრო ჯანმრთელი ხრძილებისთვის. მრგვალთავიანი Oral-B მთლიანად ფარავს კბილს. დააშორებს 100%-ით მეტ ნადებს, ვიდრე ჩვეულებრივი ჯაგრისები. მართლა? რა თქმა უნდა. ჩემი კბილები დაუჯერებლად სუფთაა. ნომერ პირველი რეკომენდებული ბრენდი პროფესიონალი სტომატოლოგების მიერ გერმანიაში. ნიკამელია გახლავთ ნაცმოძრაობის ლიდერი და დამერწმუნეთ ხალხო, რამდენჯერ მყავდა ნიკამელია. ყოველ შემთხვევაში მე ყოველთვის კრიტიკულად ვიყავი ნაცმოძრაობის საქმიანობის მიმართ და ერთადერთი ადამიანი იყო ნაცმოძრაობაში, ვინც კეთილგანწყობილი იყო ჩვენდამი და ჩვენს საპასუხოდ მასთან მეგობრობდი და მე არ მერიდება გეუბნებით ნიკამელიას მამასთან 30 წელია მართა მეგობრობა მაკავშირებს და ნიკამელია გამაცნო მამამისმა იპოდრომის აქციაზე 2007 წლის იანვარში იყო ინაუგურაცია რო იყო მიშას მაშინ რიგაგიც არის და ნიკა მართა საინტერესო ადამიანი რომელიც დაარსეთ ეს ტელევიზია 94-ში გავედით 21 ივნის ეთერში. ყოველ შემთხვევაში ფაქტი არის ნიკა რა იცი, აი მამაშენმა პირადად ჩემი ცხოვრება შეცვალა, იცი, აი სხვა ჩვენს ბიდეს მოგიყვედა აზორი მეამაყებით გულწრფელად გეუბნებით თქვენ მართა საოცარი ანუ ჩემ ბეზე ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი ესე ვთქვათ არყევები გამოიწვიეთ რაღაცა გული ამტკივდა და ნინო წადი აზორისთანო მივედი და აი ნინოს უთხრა რა ეს კაცი არისო ზღვისთვის დაბადებული. იაროსო თვეში ორჯერობა ეს ზღვაზეო და არაფერი არ ეთკინებაო და მაშინ ისეთ სიტუაცია იყო, სხვა შორის მართა მიხარია რომ მაია არშეულიშვილი გამოუშვის, აი მართა ღვთისმიერი ადამიანი არის მაია, მისი და მისი მეუღლე ფანტასტიკურად საინტერესო ადამიანი იყო, ვახტანგ არშეულიშვილი და აი მაიასთან მივედი მე და ურთიერთობა მქონდა, ვიცნობდი ახლა ვახოს ვიცნობ თითქმის სტუდენტობიდან და რა არის იცი მაშინ იყო იმაში აშენებდა ეს ცენტრპოინტი იმაში ქობულეთში და იქ ქობულეთში აღარ მახსოვს იცი რაღაც მე-9 თუ მე-10 სართულზე მაქსო ბინაო და მე მოხდა ისე რომ იქ ის ყოფილა წყლიანი ადგილი ყოფილა და ის პროექტი გაჩერებულა და იმაში ბათუმში დაიწყეს აშენება და იქ მოხდი მე და აზორი რო ვიწყდა წავედი გავარებოდი იქაურობა და
დამიჯერეთ, აი მართა ბედნიერი ვარ, რომ ბათუმი აღმოვაჩინე მე, როდესაც იქ და დავიწყე სიარული და ისე მიყვარს ის ადგილი. აი ფანტასტიკური ის არის, ღმერთმა გვაჩუქა აჭარა ჩვენ. ნუ აფაზეთ ხო ჩვენია და ჩვენი იქნება. დარწმუნებული ვარ მაგაში და ანზორიოვით და იქ მაგაზე ვფიქრობდი სწორად. ის ჩვენი სივრცეა, სასაცილო სივრცე არის და იქ მამაშენმა რა კარგად მოყვა ის ზღვასთან დაკავშირებით და ის იმანაც კარგად ისაუბრა. კობანაყოფია, რომ 25-30 კილომეტრი არის სხვაობაო. საქართველო ჩვენი არის, იცით? ან ჩვენი იქნება, ან არა ვიცი და მე მართა ესეც ღმერთის ნება არის, ნიკა, რომ მამაშენი ზუგდიდის დეპუტატი, ისა მერი გახდება. ახლა მე რა ეხლაც დაურეკეს ნიკასა და სახელს ვიტყვი და არც გვარს ვიტყვი, იმდენი ხალხი მოგვაწყდაო, იმდენი ხალხიო, ფაქტიურად გამარჯვებული არის ანზორმელია და დარწმუნებული ვარ ნიკა, რომ შენ გაიმარჯვებ თბილისში და უნდა შევკრათ საქართველო. მე არ ვიცი, აი აფაზეთი ახსენეთ და გუშინ 27 სექტემბერი იყო და მქონდა შესაძლებლობა განშევისაუბრე მოკლედ, მაგრამ აი 27 სექტემბრის დღემ იმ ძალიან მძიმე კონკრეტულმა 27 სექტემბრის დღემ რა მოგვიტანა, ხო? რამდენიმე კონკრეტული ადამიანის გმირობამ დამარცხების დღე გვიქცია ღირსების დღე. ჟიული შარტავა ყავს ხედველობაში და გურამ გაბისკირია, რომლებიც შეაყვნენ მტერს. მტერს შეაყვნენ, არავინ არ თქვას ხახდო, რომ დგახარ და ვიღაცა იარაღს გიშვერს და გეუბნება, რომ ახლა მოგკლავ. თუ დახრი თავს. ძალიან რთულია, ძალიან რთულია. მე ვერ ვიტყვი იმას, რომ თქვენი იარაღს მე დამემიზნებთ და იგივენაირად მოიქცევი, როგორც მოიქცა გურამ გაბისკირია და მოიქცა ჟიული შარტავა. ვერ არავინ არ ვიცი, გამიგეთ? და ამ ადამიანებმა აი ეს დღე, როდესაც ჩვენ დავკარგეთ, აფხაზ დავკარგეთ სოხუმი, ამ და სხვა ადამიანების გმირობით, თავდადებით, რომელთაც არ შეიარაღება ჰქონდათ, აღარც ტყვია წამალი ჰქონდათ, აღარც ქმედითი და მოქმედი სახელმწიფო ჰქონდათ, აღარც დახმარება ჰქონდათ, საიდან რასელოდნენ და არაფერი არ მოდიოდა, რა ჰქონდათ? მარტო საკუთარი სახელი და გვარი და ღირსება. და აი ამ ადამიანების წყალობით დღემდე ჩვენ ამ დღეს მოვიხსენიებთ გმირებს და თავარი მიზანი დაგვისახა 27 სექტემბერმა. დამარცხების თითქოს და დღე გვიქცია თავარი მიზნის მისაღწევ დღე და ვიცით რომ პინათელი ვერც თქვენა ვერც მე ვერც წინაპრების მიმართ და ვერც მომავალთაობების წინაშე ვერ ვიქნებით რაც თქვენ თქვით სანამ არ დაბრუნდებით ყველანი აფხაზეთში და მიკმრის ამ ყველაფერზე როდესაც ვსაუბრობ ხო ამან მეც ახლა რომ ვსაუბრობდი თითქოს სიმართლე გითხრათ აი ამიჩუქდა გული სიამაყით როდესაც წარმოვიდგინე დიახ, პატივი იყო, არ დაგიმალავთ. ჟიული შარტავასისა და გურამ გაბისკერიასთვის ასეთი სიკვდილი, ხო? განგება ბევრ ადამიანს არ არგუნებს. ესმით? და რა გვაშინებს და რამ უნდა დაგვახევინოს უკან? რამ უნდა დაგვახევინოს უკან 2 ოქტომბერს ვიღაცა მოსყიდული ადამიანის ახლა მუქარამ ძალადობაზე. ხა სანამ თქვენთან შემოვიდოდ ეთერში, ხა იცით რომ ამ ხელისუფლებაზე ხა ჩირად აღარ მიაჩნია ეს ხალხი. ხოლო სასუცი წარუყვეთა მომავლის იმედი დაუკარგა და ახლა საკეთებდნენ ბოლო დღეებში მაგითად 4 კონკრეტულ სოფელს დაგისახელებთ ზუგდიდის რაიონში. სადაც პირწმინდად აგებს ოპოზიციასთან აგებს პირველივე კურსში წააგებს ქართული ოცნება ზუგდიდში. მერიც გახდება ოპოზიციონერი და არტიული ხმებითაც დრამატულად წააგებს ქართული ოცნება. ესე იგი სოფელი ტყაია, სოფელი ახალსოფელი დარჩელი სოფელი და კახათი. ამ 4 სოფელში დღეს დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა და მრავალ სულ ოჯახებში მივიდნენ და უთხრეს. ვიცითო, თქვენთან რომ მიაგზავნეს შორეული ნათესავი უცხო არა. ვიცითო, რომ თქვენ ხმას ოპოზიციას აძლევთ, ვიცით რომ თქვენ ხმას აძლევთ ნაციონალურ მოძრაობას, ანზურმელიას. არ გეუბნებითო, რომ ჩვენ მოგვეცით ხმა, მაგრამ 9 ხო ხართო. თითო ხმაში 200 ლარს გადაგიხდით და თუ შეიძლება 5 დღით პირადობის მოწყობები ჩვენთან შეინახეთ. წარმოგიდგენიათ? ამიტომ მინდა ვისაგებო შემთხვევით. ეს არ იქნებოდა მხოლოდ ზუგდიდის რაიონში, ხო? სხვაგანაც იგი. ყველგან ესეა, კაცო, ვიცი. როცა უკვე ამას კადრულობს ხელისუფლება და პირველი შემთხვევა როცა ამას კადრულობს, მე მგონი
უნდა მივხვდეთ ვისთანღა და რასთანღა საქმე. არ გავაბედინოთ მსგავს ადამიანებს თქვენ ძვირფას ოჯახებში მოსვლა. არ გავაბედინოთ ამ ინიციატივებს. ესე იგი, ამ 200 ლარად რამდენი 200 ლარი უნდა დაარიგო, მაგრამ არ უნდა გავაბედინოთ, ხახნო. არ უნდა გავაბედვინოთ, მაგრად უნდა დავდგეთ. ყოველთვის გახსოვდეთ ჟიული შარტავა და გურამ გაბისკირია. არ შეეძლო ჟიული შარტავას თავი დაეხარა, დღესაც ცოცხალი იქნებოდა. არ შეეძლო გურამ გაბისკირიას თავი დაეხარა და რაც უთხრეს რომ გააკეთეო, ის გაეკეთებია. და პასუხად ის არ მიეღო რომ არასოდეს ჩემ ცხოვრებაშიო, არასოდეს ჩემ ცხოვრებაშიო და დახვრით ეს. ამაზე ვიფიქროთ, ხახდო, ისტორიული თარიღი არის 2 ოქტომბერი. და ვიღაცა მოკრიმინალო ელემენტსა და სუსის მიერ დამუშავებულ არ ვიცი, ცალკე აღებულ ელემენტს ნუ დააჩაგრინოთ საკუთარ თავს, ვიყოთ ამაყები, ხახდო, ამაზე დიდი კი ყველა ადამიანს ის პირველი რომ შეგეშინდეს რაღაცაზე ორჯერ დავთხრენ, მაგრამ უნდა გადალახო ეს შიში, ხახდო. გეთახმები. უნდა გადალახო. და გადავლახავთ, იმიტომ ბერნი ვართ. მორჩე გათავდა. მესმის ეხლა ამ ადამიანებისთვის გან არ მესმის ეხლა როცა იცი რომ ყველაფერს უთვალთვალებენ, ყველას მიმართ უკანონო მიყურადებას აქვს ადგილას შეშენდაშეთ, მაგრამ ის გახსოვდეთ ამავე დროს რომ 2 ოქტომბერს გეძევათ შესაძლებლობა მიხვიდეთ და გადატანით მნიშვნელობით გითხრათ ფეხსასმის ჭვინტი ბიულეტენის ხელში სახით ამოვარტყათ რეჟიმს. ამაზე მაგარი ვნება რომ თქვენ ერთი ადამიანი სოფელ ტყაიაში და არ ვიცი მე ახალსოფელში დარჩეთ თუ ზუგდიდში თუ ქუთაისში თუ რუსთავში ამარცხებთ იონიშვილს რა უნდა იყოს ხო? ერთი ფაქტი მინდა გითხრა რა ნიკა და ძალიან კარგად ვერკვევი ამ ამბავში და სხვა შორის ჩვენი ხელისუფლებების ბრალი არის რომ მიაძინეს ტოლილთა პრობლემა. მე ბატონ ანზორს ახლა დიდ პატივს და ბატონ ანზორისაც მინდა მიმართო პირადად თქვენ ჩემო ანზორ უფლება გაქვთ გაერონდე ახვიდეთ და ეს ჰუმანიტარული პრობლემის მოგვარებაში განაახლეთ ტოლვილებისადმი ესე ვთქვათ დახმარება და შენს გაქვს უფლება. შენ მე დარწმუნებული ვარ რომ თბილისის მერი გახდები. შენ შეგიძლია სადღაც 700-800 მილიონი მოითხოვო. არის სპეციალური პროგრამები, არც ერთ სოფლიოს არც ერთ ქვეყანაში პროგრამები არიან. ევროკავშირი ეხმარება. აი წესით შენ ჩემის აზრით, აი გახდები მერი და მიაქცე ამას ყურადღება, რომ ყველა ტოლვის კონდეს ბინა. და შეგიძლია გრანტებით გააკეთო ესა და გავაკეთოთ რა ზუგდიდშიც გასაკეთებელი ესა და ბევრი პრობლემა უკვე მოგვარებული იქნებოდა. ბევრი პრობლემა ეხა არ მინდა რა ნუ მიწევს და არც არაფერი მაქვს მოსაჩლეკა დენა ნამდვილად არ მაქვს საქმე ასე ხა ერთ ავტობუსში როდესაც არ ვიცი მე ეხა 170,000 ევროს ნაცვლად 250,000 ევროს გადაიხდიან მარტო ავტობუსებში 60 მილიონს მოიპარავენ ეხა გადაიანგარიშეთ აბა რამდენი ავარიულ სახლი დაექვემდებარებოდა რეაბილიტაციას და რამდენი ასობით მილიონი იპარება ხახტო ამიტომ ეს კონკრეტული პროგრამა კი არა. აი თუ კი რამეზე ვარ მართლა გაბრაზებული ნაციონალურ მოძრაობაზე არ დაგიმოვდ, როცა მე წევრი არ ვიყავი ამ პარტიის. არის ყველაფერი გააკეთეს იმისათვის ბიზინა ივანიშვილი მოსულიყო ხელისუფლებაში, ეს არის ძალიან ცუდი. ეს არის ძალიან ცუდი ხახტო. ესა და ამის რამოსორი ვარ რატო ვართ ასეთი მართლაც მოტივირებული და რატო ვართ ყველანი ჩვენ მონდომებულები სხვებთან ერთად საკუთარი შეცდომები უნდა გამოვასწოროთ. ჩვენ არ გვინდა დაბრუნება, ჩვენ არ დაბრუნდებით, ჩვენ გავიმარჯვებთ, დაბრუნება მithქვას, ბოჭე, ნიშნავს აი ამ ადამიანთან ერთად დაბრუნებას, ვინც ნაციონალური მოძრაობის თანამდებობის პირები იყვნენ, დროინდელი ხელისუფლების და მოყოლებული და დღეს ქართულ ძრავაში არიან. მე ვატყოვინე რა. მე იმიტომ თქვი, იცი, მამაშენზე და შენზეც, თქვენ ორივენი გახდებით მერე ხა ზუგდიდში ნამდვილად ვიცი რომ 100%-ში იგებს მამაშენთან მგონი 15% უგებს ხოცებს. აქ რა ხდება, იცი, მე სტატისტიკას კარგად ვიცნობ, იცი და ეს საშუალოდ 4-დან 6 მილიარდამდე მარტო ევროკავშირი ეხმარება პალესტინის ავტონომიის ტოლვილებს. 6 მილიარდი ხალხო ძალიან დიდი ფული არის. და რა არის, იცი, და შეიძლება ჩვენ ეს უნდა გავაცნოს ეს პრობლემა ტოლვილებზე. რატო არ ცნობენ ვისასტიში, იცი, და აქტუალურ თვალსაზრისით, ჩვენ ვიტყვი რომ იციან რომ დევნითა უმეტესობა ქვეყნიდან გადის. და მათი რიცხოვნება ქვეყნის შიგნით მცირდება. კაცო ბიძინამ არა თქვა, არ გავაღიზიანოთ რუსებიო. სწორედაც უნდა გავაღიზიანოთ, უნდა შევახსენოთ ვის ჩვენი მიწა. არა, ჯერჯერობით უნდა დავაბრძანოთ და ალაგდნენ და ბოდიშით ეხა
დაეწყნენ, კარგით ასე ცოტა რბილია, ხო, შეფას და რომ მივიდნენ მემორიალთან და 27 სექტემბერი მოიხსნა. როგორ აპირებენ აი ეს ადამიანთა ეს წრედა ჯგუფი გაერთიანებას ამ ქვეყნის. აი ხა თქვენ ხარ ცხოვრები აფხაზი და გიყურებთ თქვენ. აი რა мотиваცია უნდა მქონდეს რა? ჩემზე კარგად ცხოვრობ, ჩემზე მაღალი ცხოვრების სტანდარტი გაგზევრად. იქ გალახეს პრობლემები, ამით დააყენა პოლიცია. 100%-იანი ეკონომიკური ზრდით გინდა ქვეყანა გააერთიანო. არა აქვს საერთოდ გეგმა, გაერთიანების გეგმა ამათ არა აქვს რა მე ხა ვაკვირდები მაგად. დრითი დავიწყე და იმით გავურძე თქვენ. კი ბატონო. ამ წუთის მდგომარეობით ყველა ადამიანს საქმე გადაწყვეტილება ზუსტად ვიცი რაზე ვსაუბრობ, იმიტომ რომ ბევრი ვიარე, ბევრი ადამიანს ვესაუბრე, ყველას აქვს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ბატონო დავით. კი, აქვს, ბაჭია. ახლა მთავარია მივიდეთ ყველანი. მაგრამ ძალიან მთავარია და კიდევ მინდა მოგიწოდოთ, გთხოვოთ მშობლებს და ჩემს უმცროს მეგობრებს. არ დაიზაროთ. ხართ ბათუმში ფაქტობრივად მაცხოვრებელი, მაგრამ ხმას აძლევთ ზუგდიდში, ჩადით ზუგდიდში. ცხოვრობთ რუსთავში, მაგრამ თბილისში ხართ ჩაწერილები, ჩამოდით რუსთავიდან წინასაღამოს. ვითამ ქორწილი აღმოჩნდა. ძალიან მნიშვნელოვანია. მიიღეთ მონაწილეობა თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, ხახტო. ეთი 200,000 კაცი არის იმაში რა. ეხა აგრარულ ბაზრებში შეხვიდეთ, აგრარულ ბაზრებში. დიახ. აგრარულ ბაზრებში ეხა შევსულ ვარ და ნუ ჩაგეხუტებიან, მოგეფერებიან, გეტყვიან და ნუ მიდით მიაწექით, არ გაჩერდეთ, მალევე აღმოაჩიან, რომ არც თუ ისე ცოტა მათგანი, უბრალოდ სხვაგან არის წაწერილი. ან ხობში, ან სენაკში, ან მარტვილში, როდის თუ არა ახლა ხახდო, ვინ თუ არა ჩვენ უნდა შევცვალოთ. არა და მე მინდა უბრალოდ ავამაღლო ცნობიერება, ხახდო, არ არის ჩვეულებრივი ამბავი. რაც უფრო მეტნი მივალთ, მით უფრო უმტკინველოდ გავესტუმროთ ამოთ. არ გინდათ ნახოთ დამარცხებული ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დაგწინის 9 წელიწადი 2 ოქტომბერს. არ გინდა ნახოთ დამარცხებული სამართლიანად კობახიძე კალაძე და ღარიბაშვილი, რომელიც ერთი სიტყვითაც კი არ გამოირჩევა, რომ თქვენზე ისაუბროს და თქვენ დარზე და ჭუნოზე. ხის გაჭირებაზე ხმას არ იღებენ. რა უნდა თქვა არც აინტერესებთ. ერთი სულია რომ თქვენ არ არსებობდეთ. ერთი სულია თუ ხა ჭერი ჩამოვარდეთ თავზე დაგეცეთ. ავტოავარიაში მოხდე მე იმას ეს შემთხვევაში რომ ვინც ხელს უშლის, ვინც ხმას იღებს, ვინც ვერ მოისყიდა, ვინც ვერ დაიქვემდებარა, ამას რატო უსვა მხას? რამდენი დაიქვემდებარა და მოისყიდა? გული აი მართლა მწყდება და მიკვდება რომ ვიცნობ ადამიანებს, რომელსაც მაგრად არ მოწონს ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი, მაგრამ ხმას ვერ იღებენ. ზოგი 800 ლარიან თუ 1200 ლარიან დახმარებას იღებს ივანიშვილის მხრიდან, რა ვიცი 7-8 წლის განმავლობაში ქართულ ბანკი უხდის პოეტი ადამიანი, მხატვარი ადამიანი და ვერ იღებს, დავალებულ უზნობს, ანუ რეალურად ღირსება არა ბევრ ადამიანს, გესმით იშვიათი გამონაკლისის გარდა. მეორე კატეგორია ადამიანებს რა უკნა კი იცით. გამოიყვანეს ეპისკოპოსი, ხახდო, ეხლა ეს რა კარგით რა. ეპისკოპოსი გამოიყვანეს. ეს უნდა თქვა ბევრჯერ, კიდევ სანამ ცოცხალი ვარ. 80 წლის გვერდმა მაცოცხლოს, ხო? ალბათ ქართული ოცნების ბევრი წარმომადგენელი უნდა და გვერდმა აქნას რო იცოცხლოს 80 წელი, მაგრამ მერტვა ქნას რო ვიცოცხლოთ ყველამ თქვენს. მაგრამ ეს ისტორია ასოს არ დამოვიწყდება. ეპისკოპოსი უზარმაზარი ჯვრით, ანაფორით გამოდის და საუბრობს. მისმენენ რომ კი ბატონო, ვაღიარებ ხო არ გეუბნებითო? დააფიქსირე რამდენად გულწრფელია, ნახეთ? მოიპოვა თითქოს კეთი განწყობა მსმენელს. მაგრამ მეორე განყოფილებაში რა სიძახის? მისმენენ რა პრობლემა არისო? უკანონო, აი წარმოიდგინეთ, ესე იგი ადამიანი სასულიერო პირი გახდა იძულებული ეთქვა ეს, იმიტომ რომ დაპირისპირებოდა ხელისუფლებას, იცის რომ მათ ამ მის შესახებ უკანონოდ მოპოვებული ბევრი ინფორმაცია და შეეშინდა. ეგ არის რა. ყიდვა რა არის მაქსიმუმ ამათ ყავთ 200,000 კაცი ნაყიდი. მეტი არ აყავდა. უმრავლესობა ჩვენ მანაც იცის რომ ამ ხალხის ხელში სახელმწიფო იარქმნილია რა. არ უწერია. ამიჯერე პრაგმატულად შევხედოთ რა 64% უკმაყოფილო ამათი პოლიტიკით. აი ესა უმრავლესობა.
ჩვენ უმრავლესობა და და რამდენი პროცენტიანი მომხრე, რამდენი ადამიანია კოალიციური მმართველობის, ანუ 64%-ით, როდესაც უკმაყოფილება ამათ დამთავრებულები არ 70%-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს სურსო ხელისუფლებაში გნახოთ განსხვავებული ადამიანები თბილისის საკრებულოში იყოს მრავალპარტიული მმართველობა დედაქალაქის მერია არ იყოს ერთპიროვნული მმართველობის ქვეშ, არამედ რამდენიმე იყოს გირჩიმეტი თავისუფლებაც, ნაციონალურ მოძრაობაც, ევროპული საქართველოც, ლელოს, ისიც, ესეც, ყველანი, გასმით? და ესენი გვეუბნებიან, რომ არა, უნდა იყოს ბატონი გომელაური. აი რა გამეცინა იმ დღეს უბრალოდ რაღაცას ხო აქვს საზღვარი ბატონო დავით, აი გამოდის ადამიანი, ესეთი დეპუტატი ყავთ ყაველაშვილი. ოიმე, კაი რა. და ნუ იციან რომ ძალიან უჭირთ და ნუ ბევრი რაღაცა ბევრ ჩვენგანს ვერ მოგვიხერხეს და ნუ ხულიგანი არის, მელია არის უინტელექტო, გაუნათლებელი, ასე შემეში და ნუ კარგით ახლა ნუ ყველაფერს გავუტარ, მაგრამ კაცი ამას ამბობს, ბატონო დავით. ატესტატი არ აქვს სკოლის. იცი განათლება უმაღლესი არა. ატესტატი სკოლის არ აქვს. გესმით, ატესტატი სკოლის რო არ აქვს. ბატონო დავით, ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურა ვერ დააყენა. და ეს ადამიანი გამოდის და ოპოზიციისგან ხელს იშოს და ამბობს, არაკვალიფიციური ხალხი ხარ თუ იქ, არაპროფესიონალები ხარ. აი, ვინუს ხაზგას არა, ვისის მეგერა, ნახეთ, დაბიო ხარისხი პოლიტიკის კეთების არის ძალიან დაბალი. და გინდა არ გინდა, როდესაც ისინი არიან ხელისუფლებაში, აი პროპაგანდისტული არხები და მექანიზმები ხო საზოგადოებას თავაზობენ ამ შხამს. ვერა რატო არ დადიან? ნიკავე, ვინ მოვა ნეტავი გავტისკავ. მეც მინდა იმ ქვეყანაში ცხოვრება, ძალიან მინდა, პირდაპირ გეუბნებით, რომ ნაკლებად ვანერვიულო, ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი მეუღლე, ჩემი შვილი, ნუ ჯერ ვერ ხვდება ხა, ვერაფერს ხო ექვსლისა, მაგრამ ნუ ჩემი მეგობრები. აკადემიური დებატები გაიმართოს, სახელმწიფო ინსტიტუტი იყოს, მაგრამ ეხლა როდესაც ქვეყანაში ყავს მართველი პარტიის თავმჯდომარე, რომელიც ამბობს, რომ ორი ადამიანი მძიმედ რო დაჭრეს ვდმანიში, თქვენი პროვოკაციის შედეგად მოხდა ეს ყველაფერი და ამ ადამიანს გადავეკრები. ნუ არ ვიქნები მე მაშინ თუ მერხანაც მართალია რაც გავეცი, იმიტომ ჩემთვის ეს ადამიანი არის ბოროტო მოქმედი. ნუ რა ვის ნუ ექნება იმის ილუზია რომ 2 ოქტომბერს ჩვენ ხმებს არ დავიცავთ. ნუ რა ვის ნუ ექნება ილუზია ჩვენ 2 ოქტომბერს არ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რომ თითოეული ადამიანის მიერ გამოვლენილი ნება რომელიც ფულსაზე იქნება ასახული, უზრუნველყოფილი გავხადოთ, ხახდოთ. რაც არ უნდა მოიმოქმედოთ. 3 წუთი დამჭა, მაცალე, კაცო, აი მინუტე რაღაცაზე მინდოდა შეკითხვების დასვა, არ მაცლი. ნიკა ესე გამიხარდა შენ წინა პარლამენტში მარტო რო დაჯერდი. და ყველა ოპოზიციამ რო ბოიკოტი გამოუცხადა იმ კეჭისყრას შენზე იმუნიტეტის მოხსნას. იცი რა ბედნიერი იყავი შენ იმ დღეს? დაზგებცე მიამაყერა და ბრბო იყო იქა 92-მა მგონი გიყარა იმპიჩმენტზე თუ აი იმაზე. ყველანი იყვნენ ნაძირალები იქა, იცი. მეორეზე უფრო ნაძირალები იყვნენ. მაგათი გვარები უნდა შევინო. მე რატომ მიყვარს მეთქი ეს ფორმატი? უნდა მივცე თავისუფლება და კვლავ მოვიყვანო ციტატა რაც გუშინ ჩემთვის საპატივცემულმა ადამიანმა ერთ დროს თაწმინდაზე ცხოვრობს გრიბოიდეს ქუჩა ლადო კახაძემ ეს. აი რა. ვოზდუხია ეს საწყალი. გამდაბერდა ბავშვობაში მეგობრობდი არაჩვეულებრივი გოგოები ეთუნა და თია ხო მაგრამ ეხლა იმაზე საუბარი არ მაქვს რომ რაღაც ჩემ დაჭერას თითი მიაჭერა და ამას კი არ მაქვს საუბარი. ჟურნალისტი ეკითხება ხახდო ბატონ ლადო კახაძეს დამსახურებული ექიმი კარი კვალიფიკაციის ექიმია. აი ეს მოსმენებიო რამდენადო მისაღებია თქვენთვის უკანო მომისმინეთ ერთი წუთით დღეს. ასეო მეო ჩანასახშიც ანუ როდესაც არისო ემბრიონშიო ბავშვიო ხო მის გულისცემასო რომ ვუსმენო მის ნებართვასო არ ვკითხულობ წარმოიდგინეთ სად გადაიტანა გარეკელი აქვს მაგას არა ყველას შეეხო ეს ოლიგარქიული ბაცილა ვინც მატურბიტაზეა ბატონო დავით არა იმიტომ რომ ყველა მდგომარეობას იძენს ყველას აქვს სარგებელი ფული ვიღაცა კორპუსს აშენებს ვიღაცა ბიზნესში წილს იზრდის ვიღაცას არ ვიცი და სიდედრი დაანიშნეს განყოფილების უპირისპირდების სამძოში და ამის გამო ყველაფერს გადროულობ აი 2 ოქტომბერს მივიდეთ და ყველა ამ ადამიანს ღირსეული პასუხი გავცეთ ეს აკასაკეთებია გეთახმები და ეს დაუმატებ რა ეს ბიჭი ეს შევიზეცამობა ახლა კახაძე ხო
შავა ნათელაშვიდან ეს გამაცნო და ესა უნდა ის საკრებულოს თავმჯდომარე. ამ კაცის გაშვება როგორ შეიძლება იკავეთ? აი როგორც კი შევიდა და ყველა სასწაული ის არის რომ ზოდელავა ჩემილაცავი იყო. და მაგას უთხარი ჩვენ შეუცბად როგორ იყიდეთ მე. ძალიან ფიდა აგვიჯდა აი ღმერთო აპატიეთ რომ ამას ვამბობ რა. საერთოდ ეს მინდა და ზოგჯერ ხშირად რა უნდა მაგას პარლამენტში ხოლმე ხო არიან ამორჩევლები ადამიანებია გუბა სანიკიძე საყვედურობენ რომ ხელისუფლებაში იყო ქართულ ოცნებაში და ეხა ოპოზიციაშიო და ამას ოპოზიციაში ბრძოლა რომ ვიღაცას კენილობით ადამიანია და ამ დროს თაწმინდის რაიონში დღეს ქართულ ოცნებას მაჟორიტარობის კანდიდატად ყავს ადამიანი რომელიც ოპოზიციონერი იყო ვითომ 2016 წელს ალასანიას პარტიიდან ბატონი აბაშიძე და საუბრობდა რა ვერაგი რა სასტიკი რა ხელისუფლება არის ბიზნესოვანი შედეგი დღეს ქართული ოცნებიდან იყრის კენს თაწმინდის რაიონში ამიტომ თაწმინდის რაიონში მაცხოვრებ ადამიანებმა ხარი უნდა დაუჭიროთ საერთო შეთანხმებულ კანდიდატს გილჩიმეტი თავისუფლებიდან დათო კითაძეს და იმ ადამიანებმა შეწყვიტეთ საუბარი აი გუმასანიკიძე გამახსენდა ეხა იჯდე აქ და გახსენეს გუმასანიკიძე ძალიან რთულია ციხეში გიყურებდით სხვათა შორის შენ არ მითხარი რომ არა ჩვენებდაო ციხეში გიყურებდით როგორ ხო აი იქ იყო არხები სადაც ვრცელდებოდა თქვენ ახსარათ ჩვენ სადაც ვრცელდებოდა ისეთი სასაცილო მომენტები თქვენი გადაცემები და ხოლმე და მაგათი არხი ხშირად ხდებოდა ხოლმე გამახსენდა მეღიმება უბრალოდ რომ ადამიანს ეუბნებიან ოპოზიციაში რატო იბრძო უსამართლობის წინააღმდეგ და ამ დროს ყავთ ადამიანი ვინც ოპოზიციაში იყო და ახლა მივიდა 2030 წელს ბიძინა ივანიშვილთან მორჩი და დავასრულე ნიკოშ გულწრფელად გეუბნები მახარებს რომ ესეთ შემართული ხარ მახარებს რომ მამაშენიც იქ მოიგებ შენც მოიგებ და შესაძლელია ქვეყანა მე სხვათაშორ შეიძლება ვიცი გასო შენზე კარგად ვიცი რომ შეიძლება გარდუვალია ესენი უნდა წავიდნენ რა აი აფუჭებენ ქვეყანას რა და მართა მოსაშორებელი წასულები არიან გასაათორმებელია მაგრამ არის დასადგომი უბრალოდ არაფერი საკუთარი სიცოცხლისა სრული პასუხისგებლობით ვამბობ საკუთარი სიცოცხლის და ჯანმრთელობის მიმტანები ვართ სამსხვერპლზე ხალხო იქ სადაც ზუსტად ვიცი რომ მომავალი თაობა იამაკებს არ უნდა შეგვეშინდეს მორჩა გათავდა არ იყო ჩემთვის ასე რომ გითხრათ ეხა ციხის კარები რომ გამიღეს და რომ შემიშვეს პირველი ორი დღე ნამდვილად არ იყო ჩემთვის ადვილი მაგრამ ზუსტად ვიცოდი რისთვის ვიყავი და ამიტომ არ იყო რთული საბოლოო ჯამში მაგრამ ადვილი ჩემთვის იქნებოდა ტობახიძესთან ძმაკაცობა ადვილი ჩემთვის იქნებოდა ბიძინა ივანიშვილის მორჩელი ყოფილიყავი რა ვერ ვიქნებოდი ეხა ბიძინა ივანიშვილის მორჩილ კაბინეტში რომელიღაცა მინისტრი სიამოვნებითაც დათანხმდებოდა და მაგრამ თავარი არის ხახდო გვახსოვდეს რისთვის თვათ მოვლენილი ამ ქვეყანაზე ამ დუნიაზე და ზეციურ საქართველოში ყველანი წავალთ მე ერთი ვიცი რომ ყველანი წავალთ და რა სახელზე დავტოვებთ აი ამაზე ვიფიქროთ ნიკოშ ეთერი გამისროლდა ლეონიძეზე მუშაობდი ჩვენა მაშინ და აი იქიდან 500 მეტრში ცხოვრობდა ნიკა ჭონკაძეზე აი მართა გეუბნებით ხალხო ყველას უყვარდა ეს ბიჭი იცი შენ დადიოდი დარბოდი ფეხით მერე ველოსიპედი და ყველა მიყვებოდა ამბავსა და მე სტელას ბაღი რა აი ესე ველატრება ის ადგილები ახლა ბანკარით რო გაველი ცრებლები ბადგება 9-10 წელი იქ ვიყავით ნიკოშ ხალხო უყვარხარ აი ხალხო გდანში ამ ბიჭმა მოიგო და ვიღაცა კაი რა ანეკდოტი იყო ვინც შემდეგ ტურში გავიდა და სწორი გზითი არის ნიკა მართა მე ამაყები რომ იქ 500 ბავშვი შენი პარტიისა და შენი მომხრე რომ დაინდე და დააფიცე რომ ხელი არ აწევთ პოლიციაზე შენ იმ დღეს დამარხე ქართული ოცნება რა ვინც მიხდება და რამე თუ არ შეიძლება ვაპატიო საკუთარ თავს, აი ვერასოდეს ვერ ვაპატიო რომ ჩემს გამო, თუნდაც ბოლომდე მართალი ვიყო. თუნდაც ბოლომდე წელგამართული ზნეობრივ და მორალურ პოზიციაში ვიყო, თუნდაც ერთ ადამიანს წარვი გაუსხდეს ჩემს გამო. ამას ვერასოდეს ვაპატიო საკუთარ თავს. შემონიკა და მართა აღფრთოვანებული ვარ შენ და უფრო აღფრთოვანებული ვარ რომ მამაშენი 75 წლის კაცი რომ
ზუგდიდში რომ მოიგებს, იქ დამთავრებულია ქართული ოცნება და რაც არ უნდა სულსმა 200 და 1000-ები არიან, მართლა კარგი საქმე ხდება ხალხო. ყველაზე მთავარზე შევჭედი. დასრულებულია. აი ერთმართველობა სრულდება. დამთავრდება ერთმართველობა და კოლექტიური მართვა იყოს, გავაკონტროლოთ ერთმანეთი და ქვეყანა გადავარჩინოთ. ძალიან ბევრი, აი მართლა აღფრთოვანებული ვარ, მე ახლოს არ ვიცნობდი ნაყოფია კობასა. ერთი თვისი მყავდა აქ. აღფრთოვანებული ვარ ამ ბიჭითა, კაცო. აი რა არის, მერი უნდა იყოს დიდი პროექტების ავტორი, კაცო ის. იცი და ნიუ-იორკის მერი მილიარდელი დაჭდა და შეცვალა ნიუ-იორკი. აი ეს კობა ნაყოფია თუ მენჯი და საერთოდ მიმდებარე ყველაფერი თუ შეცვალა, აი ესაა მერობა, იცი? მერმა რაღაც ახალი უნდა მოიტანოს და მე აი დაჟინებით ვთქო, ნიკა, გული მიგნობს რომ თბილისის მერი გახდები და შენ და მამაშენმა იფიქრეთ რა, აი სადღაც მილიარდამდე დოლარის, უბრალოდ ევროს შოვნა შეიძლება ტოლილების პრობლემა უნდა გამოვაცოცხლო და მათთვის სახლებია ასაშენებელი. აი როგორ იცის სანამდე საფხაზეთში წახვათ აქ იქნებით როგორც იწახვათ ამას ჩვენს ხებს გავუნაწილებთ მოიფიქროს მამაშენმა ზუგდიდში კი არა ენგურთან უნდა დავასახლოთ ტოლვილები აი გზა რო გადის ზუგდიდიდან ენგურისკენ აი ის ადგილი უნდა სულ დავასახლოთ კარგი საქმე გააკეთა იმან ჯანდაბა მაგისტრალს მერიტება რო თქო ვარიჩკა რა კარგი იქნა რომ ის დასახლება გააკეთა ავტოსტრადაზე უნდა გვახსოვდეს რომ ისინი დროებით არიან ეს გააკეთეთ რა აი ფინანსშენებლობა უნდა იყოს თავარი აქცენტი და არა სკვერების კეთება და გადადით ამაზე ნიკა 72% თბილისის სახლების ამორტიზებულია მართლა შესასრულია თბილისში თბილისი 50% არის ამორტიზებული არა ეკემდებარება 20% გამაგრება ნიკა ეს ხრუშოვკების დრო წავიდა 9 სართულიანების დრო წავიდა კაცო ავაშენო 25-იანი სულ ყველას თაცმინდა ჩემზე კარგად შენის და მე სულ ყველა იმაში ქუჩის სარდაფებში ვარ ჩასული არც ერთს არ აქვს მოკლედ ეს ყველაფერი გაკეთდება მაგრამ მანამ სანამ ეს ყველაფერი გაკეთდება და შეუდგებით ამ ყველაფრის კეთებას 2 ოქტომბერი ხახნო 2 ოქტომბერს ყველა ისტორიული არჩევნებია ისტორიული არჩევნებია 70% მინიმუმ მოვა მე იცით რაში ვარ დაწუნებული იცით რამდენი ადამიანი მოაწყვეს ქართულცნებას აი ხეუნები როგორ არა ავტომატი თავი და ეუნები თავი და მანმე კიბოთ მივლენ და ხვალ აი ეგეთ ისუსის 200 ლარი და მიეცეთ იმას ვინც თქვენ გაგიხარდებათ არ შეგეშიდეთ არაფრისა და დამეჯერეთ ესე მოხდება და აი გული მიგზნობს 70% პასპორტები არ მიცეთ ხალხო პასპორტები დიდი მადლობა აი ხარ ნიკა მახარებს რომ ჩემი სტუმარი ხარ და და გამარჯვება ხალხო ერთსავით მაცალე აი გუშინ ისე გავიხარდა კობანაყოფიასთან იყო საუბარი ავლელა წურწუბიასი მე მამა შეთა და მე მგონი იცი აი ღმერთისნება ეს ყველაფერი და სხვა ჩვენს კობანაყოფია მეყოლება აქ სტუმრა და თუ მან მართა მენჯი აღორცინა და მენჯი იქნება დამიჯერეთ რა იმ სოფლიო მნიშვნელობის კურორტი თუ მაგბიჭის პროექტმა იმუშავა რა კარგად რა რბილად შეიტანა იქა ციხე-გოჯის ისტორიაც მე ურჩიე მაშინაც რომ კომპლექსურად გავაკეთოთ მენჯის მიღმა გავაკეთოთ საიში მეთქი აუცილებლად უნდა წავიდეთ იქეთკენ იცი და ხობის სათავეებისკენ ფანტასტიკური ადგილებია და ამაზე გვექნება ხვალ საუბარი როგორც ქალაქის მერი დამერწმუნეთ სენაკის მერი იქნება პროექტების ავტორი გემშვიდობები ნიკა და წარმატებას გისურვებთ, ყველას გისურვებთ წარმატებას, ვინც მიხვათ არჩევნებზე. თქვენ თავს მოუგებთ, იცით, აი თქვენ უნდა მოიგოთ, აი მიდით რა, ყველა მიდით. ნიკას ის გადამედო მეცსა და 70%-იანი ის უნდა ავწიოთ ამ იმაზე არჩევნებზე. გემშვიდობები ნიკა და წარმატებას გისურვებთ.